ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ ლიბანში სამხედრო ოპერაციის გაძლიერების ბრძანება გასცა. იერუსალიმში მინისტრთა კაბინეტის ხდომაზე გამოსვლისას ისრაელის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ისრაელის ძალები ლიბანში გარკვეულ ტერიტორიებს აკონტროლებენ. ჩემი და თავდაცვის მინისტრის ხელმძღვანელობით გენშტაბის უფროსთან ერთად ლიბანში სამხედრო ოპერაციას ვაფართოვებთ. ისრაელის თავდაცვის ძალები ფართომასშტაბიანი ძალებით მოქმედებენ ადგილზე და აკონტროლებენ გარკვეულ ტერიტორიებს. ჩვენ ვამაგრებთ უსაფრთხოების ზონას, რათა ჩრდილოეთის დასახლებები დავიცვათ. ამავე დროს ქვეყნის მასშტაბით არ ვზოგავთ ძალისხმევას ფეთქებადი დრონების წინააღმდეგ შემოქმედებითი და ინოვაციური გადაწყვეტილებების მისაღებად. ისრაელსა და დაჯგუფება ჰეზბოლას შორის ამერიკის შეერთებული შტატების შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დღითიდღე უფრო ფორმალური ხდება. ლიბანში, სადაც დაჯგუფება ჰეზბოლაა გამაგრებული, მიმდინარე სამხედრო მოქმედებების შედეგად ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკება, რომლის მიზანი გრძელვადიანი მშვიდობის დამყარებაა, რთულდება. რადგან მოლაპარაკებებისაც ოფიციალური თეირანის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ლიბანში საბრძოლო მოქმედებების დასრულებაა. მიუხედავად იმისა, რომ ცეცხლის შეწყვეტაზე მხარეები ერთ თვეზე მეტია შეთანხმდნენ, მათ შორის საბრძოლო მოქმედებები თითქმის ყოველდღიურად მიმდინარეობს. 26 მაისს ისრაელის სამხედროებსა და ჰეზბოლას მებრძოლებს შორის შეტაკებები იყო სამხრეთ ლიბანში. გაეროს ინფორმაციით, ორშაბათს 25 მაისს ლიბანის საჰაერო სივრცე 91-ჯერ დაარღვიეს, რაც 17 აპრილის ცეცხლის შეწყვეტის ამოქმედების შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გაეროს გენერალური მდივნის პრესპიკერის ფაჰრან ჰაკის ინფორმაციით, ლიბანში თითქმის 1 მილიონი ადამიანი კვლავ იძულებითაა გადაადგილებული. გაერო მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს. ფაჰრან ჰაკის განცხადებით, ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი კონფლიქტის ესკალაციის თავიდან არიდებაა. მისივე თქმით, ახლო აღმოსავლეთში მდგომარეობა კვლავ დაძაბულია და ესკალაციის საშიშროება ყოველდღიურად იზრდება. ახლა როგორც არასდროს აუცილებელია თავიდან ავიცილოთ კონფლიქტის ნებისმიერი ესკალაცია, რომელმაც უკვე დამანგრეველი ზიანი მიაყენა მშვიდობიან მოსახლეობას და რომელიც მშვიდობის დამყარებას კიდევ უფრო შორეულ მიზნად აქცევს, ხოლო ადამიანების ტანჯვას გაახანგრძლივებს. გაეროს გენერალური მდივნის თქმით, ეს ყველაფერი იმის ფონზე ხდება, როცა ისრაელმა ლიბანში თავისი ოპერაციების გაფართოების შესახებ გამოაცხადა. ღაზაში ხშირად ირღვევა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. სპარსეთის ყურის კონფლიქტთან დაკავშირებით შეერთებულ შტატებსა და ირანს შორის მოლაპარაკებების შედეგი კი კვლავ არაპროგნოზირებადია. გაეროს გენერალური მდივნის პრესპიკერმა ღაზაში არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა. მისი განცხადებით, ისრაელს მხოლოდ ერთი საზღვაო გამშვები პუნქტი აქვს გახსნილი. შესაბამისად, ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული დახმარება კვლავ ვერ მიეწოდება. გაერო ისრაელს მოუწოდებს მეტი გამშვები პუნქტი გახსნას, რომ სასიცოცხლოდ კრიტიკული მარაგები, როგორებიცაა საკვები, მედიკამენტები, გენერატორები და საწვავი, პალესტინელ მოსახლეობას რეგულარულად და საკმარისად მიეწოდოს.